Არესტუთია დასრულდა ფარული ჩანაწერების საქმეზე სასამართლოს ხდომა. მოსამართლემ 2 დაკავებული პატიმრობაში დატოვა, 7 კი გირაო შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა, მიზეზად პერსონალური მონაცემები და დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო დასახელდა. ეს არგუმენტი არ გაიზიარა დაცვის მხარემ, რადგან ადვოკატების თქმით, დღევანდელ ხდომაზე არ მომხდარა მტკიცებულებების გამოკვლევა. სალომე უერთაშვილი გვიერთდება საქალაქო სასამართლოდან გადაწყვეტილების დეტალებით. ლუკა, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აღკვეთი ღონისძიების გამოცხადება საქალაქო სასამართლოში, როგორც უკვე აღნიშნა, მოსამართლემ 2 პირს პატიმრობა შეუფარდა, დანარჩენი 7 პირი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაოს გადასახდელად 35 დღე აქვთ და მას შემდეგ რაც გირაოს გადაიხდიან, მათი გათავისუფლება მოხდება. ამ წუთებში ჩემს გვერდით იმყოფება გიორგი გასვიანის ადვოკატი კახაბერ ხვისტანი. გიორგი გასვიანი, შემიძლია გითხრათ, რომ 1500 ლარიანი გირაოს ოდენობით იქნა გათავისუფლებული და სხდომის დეტალები დაკავშირებით რომ გითხრათ, რამდენიმე სიტყვას ხდომა იყო დახურული, ჩვენ არ გქონდა საშუალება რომ მას დავსწრებოდით. როგორ მიმდინარეობს? ხდომის დეტალების თაობაზე, ვინაიდან იგი დახურული იყო, ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, მოგაწვით ზოგად ინფორმაციას. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების ხარის მოთხოვნა, შესაბამისად გიორგი გასვიანს შეუფარდა გირაო 1500 ლარის ოდენობით. გიორგი გასვიანს თუ აქ ეს ვიდეო ნანახი ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი? თუ შეგიძლიათ რომ ეს ინფორმაციაც მოგვაწოდოთ. მე შემიძლია გითხრათ შემდეგი, რომ გიორგი გასვიანის Facebook-ის მესენჯერზე შესული იყო აღნიშნული ვიდეო ფაილი. გიორგი გასვიანმა გახსნა ეს ფაილი, დაიწყო მისი დათვალიერება. ამოები შეიცნო როგორც იაფასიანი პორნოგრაფიული პორნოსაიდიდან ამოღებული რაღაც კადრი, რის გამოც მისი დათვალიერების ინტერესია მას უკვე აღარ ქონდა, რამოდენიმე წამიანი დათვალიერების შემდეგ შეწყვიტა დათვალიერება, გამოვიდა Facebook მენეჯერიდან და ამით მესენჯერიდან და ამით ამოიწურა გიორგი გასვიანის როლი. არ შეუნახავს მას ეს ვიდეო ჩანაწერი? არ შეუნახავს, არ ჩამოუწერია, არ გაუცელებია, კომენტარი არ გაუკეთებია ამ ჩანაწერზე. წარმოიდგინეთ თითეული თქვენთაგანი, ვინც სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ხართ, მოგივიდეთ შეტყობინება. და ვერ შეიცნოთ, რომ იგი უკანონოდ იყო მოპოვებული სხვისი ფარული პირადი ცხოვრების სამსახველი კადრები იყო და თითეული თქვენთაგანი შეიძლება მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მსგავს სიტუაციაში აღმოგიჩნდეთ სამართლებრივი პრობლემის წინაშე. თქვენი შემდგომი ნაბიჯი რა იქნება? ანუ მომხრე ხართ იმის, რომ 1500 ლარიანი გირაოთი მოხდება მისი გათავისუფლება? ჩვენთვის აპრიორია გიორგი გასვიანის თავისუფლება, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ დაცვა შეეგუება ამ ბრალდებას და არ გააგრძელებს ბრძოლას მისი სრული გამართლებით. მე ბატონ გიორგი შევჭერ გავანთავისუფლებთ მას 48 საათი გვაქვს ჩვენ გასასაჭირებლად, მე დავждებით ერთად შევაჯერებ ჩვენ დაცვის პოზიციას, მაგრამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმის დასამტკიცებლად, რომ გიორგი გასვიანი არის მსხვერპლი, არა დამნაშავე. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უსმენდით გიორგი გასვიანის ადვოკატს კახაბერ ხვისტანს, როგორც უკვე გითხარით, 9 დაკავებული პირიდან, რომელთა აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობაც დღეს მიმდინარეობდა, 7 პირის მიმართ მოსამართლემ გირაო გამოიყენა, 2 პირი კი პატიმრობაში დატოვა. პატიმრობაში არიან დატოვებული ანტონი ღლონტი და თემურ ირემაძე. სავარაუდოდ ანტონი ღლონტი სწორედ ის პირია, რომელმაც ფარული ვიდეო ჩანაწერი 12 კაციან ჯგუფს გაუგზავნა. გირაო კი შეეფარდათ მაია ბერიძეს 10000 ლარის ოდენობით, მარიამ ჩადუნელს 2000 ლარის ოდენობით, ასევე ანი აროშაძეს 1000 ლარის ოდენობით, თენგიზ ირემაძეს 3000 ლარის ოდენობით, ნონა ჟორჟაძეს 2000 ლარის ოდენობით, გიორგი გასვიანს, როგორც უკვე გითხარით, 1500 ლარის ოდენობით და ირაკლი ქაცრაშვილს 3000 ლარის ოდენობით. მაია ბერიძეს ყველაზე მეტი 10000 ლარის ოდენობით შეეფარდა გირაო და ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ მარიამ გასვიანმა მაია ბერიძემ თავად მეგობარს გაუგზავნა ეს ჩანაწერი და სწორედ ამიტომ დასახელდა, რომ ის ყველაზე მეტ თანხას გადაიხდის, როგორც უკვე გითხარით, გირაოს გადასახდელად მათ აქვთ 35 დღიანი ვადა და ამის შემდგომ უკვე მათი პატიმრობიდან გათავისუფლება მოხდება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები, რომელიც ხდომის დასრულების შემდეგ აკეთდა.
ჯერჯერობით არავინ არ გავითავისუფლებიათ სასამართლოს აზრით ჯერ ადამიანები უნდა გადაიხადონ ვიღაცებმა გირაოს თანხა და ხოლო ვიღაცა ორი ადამიანი საერთოდ პატიმრობაში რჩება. ჩემი აზრით საქმე გვაქვს კლასიკურად იმ შემთხვევასთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო არ გაქვს ქვეყანაში, როდესაც მოსამართლისგან არ ხარ დაცული. ადამიანები, მინიმუმ ის ადამიანები, რომლებიც გირაოთი არიან გამოშვებულები, მათ წინამდე იყოს საქმე შესაწყმეტი, ნორმალური საღი აზრის მქონე სასამართლოში, არა ასეთ უგონო მდგომარეობაში, რაც ჩვენ ვართ. და იმის გამო, რომ სისტემას არ აწყენინოს სასამართლომ და გააправოს ყველაფერი, რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებდა, ამისთვის მიცა, გირაო შეუფარდეს ადამიანებს, რომელსაც უბრალოდ მხოლოდ მიიღეს. არსად არავისთვის არ გადაუგზავნია. ბრალდების ხარეს მიაჩნია, რომ სამივე პირის მიმართ, რომელთა მიმართაც მოთხოვნილი იყო პატიმრობა, იყო და არსებობდა და არსებობს შესაბამისი საფუძველი, თუმცა მოსამართლემ ნაწილობრივ გაიზიარა, როგორც მოგეხსენებათ, ორი პირის მიმართ დაკმაყოფილდა და შუამდგომლობა, ერთ პირს შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. დანარჩენი პირების მიმართ დაკმაყოფილდა გირაოს შეფარდების შესახებ შუამდგომლობა. გარდა ამ 9 პირისა დაკავებულია კიდევ 8 პირი, მათგან 2 არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ასევე ერთი არის ის პირი, რომელმაც ფარული ვიდეო ჩანაწერი ატვირთა YouTube-ზე, როგორც პროკურატურა აცხადებს, ეს პირი კერძო კომპანიაში მუშაობს, სავარაუდოდ მათ აღკვეთ ღონისძიებაზე უკვე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სალომე უერთაშვილი საუბრობდა საქალაქო სასამართლოდან.